ყავს 5 თვის პატარა მათიანუქის, რომელსაც სიყვარული გამოუჩნდა დაბადებიდან მე-20 დღეს. საქართველოს ალბათ თითქმის ყველა საავადმყოფოში მისული ვართ და ბავშვს დიაგნოზი ვერ დაუსვეს. კეთილი ადიანების დახმარებით ბავშვი წავიყვანეთ თურქეთში, ქალაქ იზმირში, სადაც მიგოღო პროფესორმა მურატ კილიჩმა. ბავშვს გაუკეთდა ბიოპსიის ძალიან რთული ანალიზი და ბიოპსიის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს აქვს სანაღვლა არხების შიდა ატრეზია, რომლის კურნალობა და განკურნება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი არის ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაციით. დრო ოპერაციის გასაკეთებლად მოგცეს 2 თვე ნახევარი, რომელიც გვეწურება მაისის ბოლოს. ბავშვს დღე-დღეო მდგომარეობა უარესდება. უკვე საჭმლის მიღებაზეც უარზეა, ვაჭმევთ დიეტურ საჭმელზე, რომელიც არ მოსწონს, ვერ ჭამს და ძალიან რთული მდგომარეობაა და მინდა ყველას გთხოვოთ გულით. თუ რამით შეგიძლია დახმარება დაგვეხმარით. ოპერაციის გაკეთებისათვის საჭირო არის 80,000 ამერიკული დოლარი, რომელიც არის ჩვენთვის შეუძლებელი თანხა, ფაქტიურად წარმოუდგენელი. თუ რამე სახსრები გაგვაჩნდა, თუ რამე ქონდა ოჯახში, ყველაფერი გამოვიყენეთ. შეუძლებელი არის ჩვენთვის სამხელო თანხის მოგროვება. მე მინდა ყველას გთხოვოთ ჩემს პატარას სიოცხე აჩუქოთ თქვენი გაწეული დახმარების სახით. თუნდაც ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი, მაგრამ სხვა გზა აღარ გვაქვს. შეგეწიროთ ყოველი თეთრი, ყოველი ლარი, რომელსაც გაიღებთ საქართველოს მოლისათვის, იმ პატარასათვის, მათესათვის, რომელსაც ასე ძალიან სწორია სიცოცხლე. ბავშვს რო უყურებ, გონია რომ დახმარებას გთხოვს, მაგრამ ძალიან ძნელია მშობლისთვის უყურებ შვილს, რომელსაც სიცოცხლე სწორია და ვერაფრით ვერ ეხმარები. კიდევ ერთხელ წინასწარ ყველას დიდი მადლობა, ყველას მართლა შეგეწირეთ და შეგეწიეთ უფალი.